დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ მამუკ გარეჩიძე. ძალიან დიდი მადლობა ბატონ მამუკა რომ ასე წვიმიან დროს მონახეთ დრო და მოხვედით ჩვენთან და მინდა ვისაუბრო ჩვენ სამხრეთით მიმდინარე პროცესებზე. ნუ გასაგებია რომ თქვა ამერიკის დონალდ ტრამპი ხან ესხმის თავს ირანს, ხან არ ესხმის თავს ირანს, მაგრამ ამის მიუხედავადაც მაგალითად აი თურქეთში როგორც გავრცელდა ინფორმაცია, თურქეთის ხელისუფლება იმზადება სავარაუდო ომის სცენარისთვის და მე ვფიქრობ არა მარტო ომის სცენარისთვის, არამედ არეულობის სცენარისთვისაც, იმიტომ ნაკლებ სავარაუდოა ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებებით მეტეს სახმელეთო, მაგრამ აქტუალური იქნება ალბათ ისევ ქვეყნის შიგნით დაძაბულობის შექმნის სცენარი და ამისთვის ეს ყველა ვარიანტი გამოიწვევს არეულობას და როგორც ჩანს თურქეთი ემზადება ამისთვის თითქოს ის აპირებს თქვათ ეგრეთ წოდებულ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა წარუდგინა პარლამენტის სტრატეგიაო, რის თანახმადაც თურქეთმა უნდა შექმნას ბუფერული ზონები ომის შემთხვევაში და კლაპარაკია ვიცით რომ ქურთებით დასახლებულ რეგიონებზე, რომელიც ესაზღვრება თქვათ თურქეთს და თურქეთი იტოვებს უფლებას, რომ საომარი მოქმედების არეულობის შემთხვევაში დაიკავოს ირანის ეს ტერიტორია თავისი საფრთხეების პრევენციის მიზნით. ამას გარდა კიდევ ესეთი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ირანის ხუთი მსხვილი ქურთული ორგანიზაცია გაერთიანდა ახალ კოალიციად და მათ აქვს ორი მიზანი. ერთი არის რომ ირანის რეჟიმი შეცვალონ, ირანის ხელისუფლება და მეორე რომ მიაღწიონ ქურთების ავტონომიას. ეს ინფორმაციული შესავალი რატომ გავაკეთე, იმიტომ რომ მე მექნება შთაბეჭდილება რომ ერთი ხელით აი ანგლოსაქსები, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს რაშიც მოიაზრებენ რა მიმართულებაშიც, ისინი აი ამ მხარს უჭერენ თითქოს აი ამ დიდი თურანის პროექტს და მეორე მხრივ ჩვენ ვხედავთ რომ ისინი ასევე ქურთებს ისევ აქტიურად იყენებენ და ქურთებს ვის წინააღმდეგ გამოიყენებ მათ შორის თუ არა თქვათ თურქეთის დაშლის. ეს რა თამაში არის ამერიკის შეერთებული შტატების რა სტრატეგია, რა ტაქტიკური სვლები იკვეთება და როგორია სტრატეგიული მიზანი, რის მიღწევასაც ცდილობს შეერთებული შტატები აღმოსავლეთში, ირანში და ალბათ მეორე ხარისხოვან როლში არის თქვათ თურქეთი, თუმცა აქტუალურია ასევე თურქეთის დამორჩილებაც. და ძალიან დიდი მასივი საკითხების არის ამოჭრილი. მე მინდა რომ არ ჩაგირიოთ, დიახ, მარტო დავაზუსტო. ხო, რა გითხრათ ახლა, ნუ ეჭვი თქვენი იმის დაობაზე რომ გარკვეულწილად ერთი ხელით ერსაკეთებენ და მეორე ხელით მეორეს ამერიკელები და ნუ რასაკვირველია ბრიტანელები, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ასე ვთქვათ მახვილია მთავარი. ეს ასეა, რასაკვირველია, მაგრამ ძალიან დიდი სპექტრია მართლა საკითხებისა. კი ტურანის თემა ეს არის ინგლისელების მიერ წამოჭრილი 2000-იანების დასაწყისში. ეს იდეა, ამ იდეამ ხორც შეისხა, მის ინიციატორი იყო მაშინდელი ელჩი ბრიტანეთისა თურქეთში მური, რიჩარდ მური, რომელიც მერე უკვე M6-ის ხელმძღვანელი გახდა და რომელიც ამ პოზზე შეცვალა ბლეზ მეტრეველმა სამაყვა მოკლედ რა. არის მეტრეველი კი ბოლო გავარკვიეთ და ხო მეტრეველი არ არის, მაგრამ ხო ატარებს ამგვარს. კი ბატონო. ხო და მერე უკვე ეს იყო დიდი ტურანის თემა. რასაკვირველია ქურთებს მუდმივად იყენებს დასავლეთი თავისი იარაღად და თურქეთის დასავლეთი კი არა, ზოგ შემთხვევაში თურქეთიც კი იყენებს თავისი იარაღად, მაგალითად ერაყელ ქურთებს საკუთარი ქურთების წინააღმდეგ და სირიელი ქურთების წინააღმდეგ. მაგრამ ნუ მაინც ეს ყველაფერი ის მოკლედ როგორ არის, რომ ის ზარეზარება ყველა ცდილობს გამოიყენოს ესა თუ ის ჯგუფი რელიგიური იქნება ეს თუ ეთნიკური გამოიყენოს თავის მიზნების მისაღწევად. ეს აქსიომაა და აი ასე ხდება. ეხლა მაგალითად ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანელი ამ ხრივ ძალიან საინტერესო თამაშს თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის თურქეთის უერთგულესი მოკავშირე, გარკვეულწილად ისეთ ნაბიჯებს გამსხოლმეს ზოგ შემთხვევაში, რომელიც თურქეთის ინტერესების ვითომ წინააღმდეგი უნდა იყოს. ხო, აი მაგალითად ისრაელთან გასაკუთრებული მეგობრობა, ისრაელისთვის ენერგომატარებლების მიწოდება. ხა ეს თურქეთისთვის სასიამოვნო არ არის, იმიტომ რომ თურქეთმა ძალიან კარგად იცის, რომ ისრაელია მისი ძირითადი მოწინააღმდეგე რეგიონში სიძლიერის გაძლიერების დომინაციის თვალსაზრისით. მაგრამ აი აზერბაიჯანი მეგობრობს და თავარი ის არის, რომ აზერბაიჯანმა რამოდენიმე ხნის წინ ხელი მოაწერა
თურქეთის, ერაყის ქურთისტანის ხელმძღვანელობასთან საკონსულო ურთიერთობებს. ეს არის დიპლომატიური აღიარება პრაქტიკულად. ამაზე ანკარაში ცხობის დასანახავად ერთი ამბავი ატეხეს, მაგრამ ჩაღლაფეს. მიუხედავად იმისა, რომ ბარზანის მთავრობასთან, ანუ ერაყის ქურთისტანის მთავრობასთან ანკარას გარკვეული საქმიანი ურთიერთობაც აქვს და ერაყში ამოღებული ნავთობის, ერაყის ჩრდილოეთში, ქურთისტანში ამოღებული ნავთობი თურქეთის მეშვეობით გადის ევროპაში. დიპლომატიურ ასპარეზზე და პოლიტიკურ სივრცეში არ ცნობს თურქეთი ამ ქურთისტანს, ერაყის ქურთისტანს, მაგრამ ახლა თანამშრომლობა აქვს და აი აზერბაიჯანმა ეს ნაბიჯი გადადგა. რასაკვირველია ალბათ ანკარასთან შეათანხმა, ის იცოდა ანკარას რა რეაქცია ექნებოდა, მაგრამ მაინც. მოკლედ ასეა თუ ისეა ესეთი ტიპის ურთიერთობები მიდის. ეხლა რაც შეეხება თურქეთის ქმედებას ირანთან დაკავშირებით, თურქეთს არ უნდა რომ ირანში დაიწყოს ირანზე თავდასხმა მოხდეს ამერიკის შეერთებული შტატებისა. არ უნდა არაბეთს, არ უნდა სხვას არავის, მოკლედ რეგიონში. გარდა დასავლეთისა და ერთადერთი არაბული სამყარო, რომელიც ამას შვიდად უყურებს, იორდანია. თუმცა არც იორდანიას არ უნდა რომ გახდეს თავდასხმის sapasukho dartqmis ობიექტი ირანის მხრიდან. სხვადასხვა მიზეზი აქვს უყოლას. ზოგს აქვს ეს მიზეზი იმისთვის, რომ ორმუზის სრუტე არ ჩაიკეტოს, რადგან იქ არის ბუნებრივი ნავთობის მთავარი მომწოდებელია დანარჩენი მსოფლიოსთვის ეს ყურე 30% ნავთობისა, რომელიც მსოფლიო იყენებს, გადის აი ამ სრუტეში და ახლა იქ ის რო გაჩერდეს და ირანი აუცილებლად გააჩერებს. ეს არავის არ უნდა. მეორე ერთი არ უნდა საპასუხო დარტყმა მიიღონ არაბულ სახელმწიფოების გულისხმობ იგივეა სხვა შემთხვევაში. და თურქეთს არ უნდა პლუს კიდევ შემდეგი მიზეზის გამო ის რომ ტოლულთა ნაკადი რომელიც უზარმაზარი იქნება აუცილებლად მოვაწყდება თურქეთს. და არ აპირებს მიიღებასო. არაპირებს მიიღებას კი, მაგრამ გამოსავალი არ იქნება. შესაბამისი ინფრასტრუქტურით ამაგრებს სამასოთხმოცს. კი, ვიცი, დაახლოებით 350 კილომეტრის სიმას აგებს, რა ქვია. კედელს აგებს, მაგრამ ესე არ უნდა და სირიიდანაც მიიღება, მაგრამ საბოლოო ჯამში მიიღო და თუმცა ფული აიღო ამაში. ასე იღებს ყოველწლიურად 2 მილიარდ დოლარს იღებს ევროკავშირისაგან აი სირიის ტოლულების მიღების გამო. ხო და რა გითხრათ ახლა, მაგრამ როგორ არის, რაც არ უნდა ველაპარაკოთ ახლა ჩვენ აქ და რა გამოწვევებზეც არ უნდა იყოს ლაპარაკი, ამ გამოწვევების ხარისხი და ასე თქვათ სიახლეები იზრდება ხოლმე. აი მაგალითად ბოლოდნელი იყო აბსოლუტურად ის რომ ეხლა დაიწყო დღეს გუში ღამე დაიწყო სამხედრო შეტაკებები პაკისტანსა და ტალიბანთან. ეხლა აი ვაპირებდი კითხვას მაყურებელმა დასვა ეს კითხვა რომ ეს ნამდვილად ავღანეთთან ეს ნამდვილად ის არის თუ ომი დაიწყო თუ არა ეს არის ნამდვილი ამბავია. ეხლა რა შეეს საქმე? აქ არის ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე პაკისტანი შეგნებულად გამოვტოვე, როდესაც ვლაპარაკობდი ირანის მეზობლებზე, ვის რა დამოკიდებულება ქონდა ირანში, ირანის თავდასხმასთან დაკავშირებით. აი პაკისტანი იყო, რომელიც გააფთრებულ წინააღმდეგობას წევს, რომ ირანის თავდასხმა მისთვის მიუღებელი, ირანზე თავდასხმა. და რატო? იმიტომ რომ პაკისტანისთვის არის უზარმაზარი პრობლემას წარმოადგენს ბელუჯები. ბელუჯები არის ცხოვრობენ პაკისტანის ერთ ნაწილში და ირანი არის მეორე ნაწილში, მეორე მხარეს არის მისი ქურთები ვიტყობილან მოკლედ. ხო, ძალიან ბევრი 20 მილიონამდეა ნაწილი ცხოვრობს ირანში, ნაწილი ცხოვრობს პაკისტანში და ისლამაბადში ვარაუდობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მოხდება ირანზე თავდასხმა, სახმელეთო ოპერაცია და საჰაერო ოპერაცია, ამ შემთხვევაში ბელუჯები აუცილებლად მოინდობენ ავტონომიისთვის ბრძოლას. ეს იქნებ დაიწყება აუცილებლად პაკისტანის მდგომარეობას, ისედაც არ ამყარ მდგომარეობას პაკისტანის და ძალიან მყიფე მდგომარეობაა. მოკლედ ასეა თუ ისეა პაკისტანი დღეს იმისთვის მოვლენებს დაასწრო ვიღაცამ და შექმნა ისეთი მდგომარეობა, რომ თალებებს და პაკისტანს ერთმანეთისთვის სამხედრო ოპერაცია წამოწყებული იყო. ანუ ეს პაკისტანის განაიტრალების მიზნით? რაღაცა მომენტში არის, იმიტომ რომ ინდოეთი და პაკისტანის შერიგება წარმოუდგენელია. ისინი სულ ყოველთვის დაპირისპირებაში არიან, მე არიგებენ, მე ისე ომობენ და ასე შემდეგ. დღეს ინდოეთი და პაკისტანი და ბელუჯების ისე თქვათ დასახლებებში იგრძნობა ინდოეთის აქტივობა. ამას პაკისტანი ხედავს. და ეშინია ძალიან რომ ირანის თავდასხმის შემთხვევაში მაშინ ბელუჯები პაკისტანის მხარდაჭერით დაიწყებენ სამხედრო ოპერაციებს ისლამაბადის წინააღმდეგ. ინდოეთის მხარდაჭერით. ინდოეთის მხარდაჭერით.
მოკლედ იქ ისე არეული სიტუაცია, რომ ესე იგი ცარცი და ის რო კონდეს დაფა, ამის მიხედვით შეგვიძლია მსჯელობა. ყველას წინააღმდეგ შეიძლება იყოს გამოყენებული. პლუს ინდოეთმა იცის თავისი ესე გართულება, ესეთი მდგომარეობა რომ არის. აქედან გამომდინარე ცდილობს რამოდენიმე ფრონტზე ითამაშოს. რუსების, ესე ვთქვათ, რუსებისაც ხელი წააშველოს. იაპი ნავთობის იმედზე იყო აქამდე და ახლა ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობასთან მოილაპარაკა იმის თაობაზე, რომ შეისყიდის ამერიკულ უფრო ძვირ და ვენესუელიდან წამოსულ რასაკვირველია ნავთობს, მაგრამ უკვე ამერიკულს უფრო ძვირად ოღონდ მიიღებს პრეფერენციებს სხვა ეკონომიკის სხვა მიმართულებებში. ხო და ესე ახლა დღეს მიდი ბრძოლა პრინციპში წინა აზიისათვის, ახლო აღმოსავლეთისათვის და აი ამ ქვეყნებს შორის ვის წინააღმდეგ რომელი ძალა გამოიყენებს, ამაში იხარჯება უზარმაზარი ფული და გავლენები. ესეა. და ბატონო მაშინ როდესაც აშკარა არის უკვე რომ ყველას წინააღმდეგ ვიღაცა ამ სცენარს ვინ შეიძლება ამოქმედებდეს ეს გაუგებარია იგივე ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებისთვის და თუ კი ამას ხვდებიან მაშინ რატომ წამოეგებიან ამ სცენარებს მესმის აღმოსავლეთ ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების ხელმძღვანელებს ერთი პირი რასაკვირველი არ აქვს, იმიტომ რომ ამ დიდი გეოპოლიტიკური დაპირების კონტექსტში მას თავის ინტერესები აქვს. თავის დროზე პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ხშირ შემთხვევაში საზღვრები არასწორად საქსი-პიკოს გადაწყვეტილება თუ გახსოვთ ესეთი დიპლომატები იყო ფრანგი და ინგლისელი, რომელმაც დაანაწევრეს მთელი ეს ტერიტორია საკუთარი გემოვნების მიხედვით და ძალიან ბევრი ხალხები ახლო აღმოსავლეთზე ბევრი ხალხები და ბევრი ტერიტორიები ტრადიციული ტერიტორიები საზღვრის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდა. ეს ხელოვნურად იყო გაკეთებული როგორც ორი ოსეთის არ იყოს არა ერთი რო არის და ერთი არა ორი ოსეთის სუდი მაგალითია იმიტომ რომ ეს მეორე ოსეთი არასოდეს არ არსებულა ეს სამხრეთ ოსეთის გულისხმობა არა ოსები ხო ცხოვრობდნენ ჩასახლებული იყვნენ მაგრამ როგორც ადმინისტრაციული ერთეული არ იყო რა თქმა უნდა ხო და იქ იყო როგორც ესე ვთქვათ ტომის განსახლების ადგილი ესეთი ტრადიციული ისტორიული ტომის განსახლების ადგილები აი იგივე ბელუჯები იყო და შუაზე გაყვეს არა მარტო ბელუჯები გაყვეს პუშტუნები და რა ვიცი უამრავი ტაჯიკები უზბეკები უამრავი ხალხი ხო და საბოლოო ჯამში ეს სურათი ესე დაიხატა საუკუნეების განმავლობაში ტომების განსახლების ადგილი იყო და ეს გაყვეს მერე დასავლეთმა ისე როგორც უნდა და ზუსტად იმიტომ რომ მუდმივი დავა ქონოდათ ერთმანეთში სხვადასხვა მაშინ ახლა წარმოქმნილ სახელმწიფოებს და ესე იგი არ ქონოდათ ერთი პირი როგორც თავის დროზე საბჭოეთმა დაყო კავკასიელი მთიელები სხვადასხვა ტერიტორიები ისე დაუყო რომ სულ დავაახთ ერთმანეთში მოკლედ თავარი არის რომ ამ პატარა ერებს ერთმანეთში არ კონდეს ერთი პირი და მორჩა. ამიტომ დაპირისპირების სისტემა მუდმივად იქნება შენარჩუნებული. ანუ არსებობს გეოპოლიტიკური დაპირისპირება, მათი გამოყენების სურვილი და პლუს კიდე ტერიტორიული დაპირისპირება და აი ესეთი რეგიონალური დაპირისპირება. დაპირისპირებების მთელი კასკადი. და დიდი სახელმწიფოები, რომლებიც არიან ახლო აღმოსავლეთში, ისინი რატომ ვერ ახერხებენ რომ ეს რაღაცა დაუხსნან? საერთოდ გამოვიდა რომ მარიონეტივით არის თითქოს არა ეს მუსლიმური სამყარო დასავლეთის და როგორც უნდა ისე ატრიალებს. რატომ არ გამოჩნდა მე ხარც ერთ მხარეს არ ვარ კითხვას ვსვამ. რატომ არ გამოჩნდა რაღაცა ძალა, რაღაცა გონიერება და რატომ აღმოჩნდა ბუნებრივი მდგომარეობა, რომ ეს აღმოსავლეთის უდაქვემდებარებული უნდა იყოს დასავლეთს. და ვერასდროს ვერ გახდა პარტნიორი. ახლა ჩვენ თუ ისტორიას გადავხედავთ, ისტორია ხომ მეორდება. ციკლურად. როცა აღმოსავლეთი აკეთებდა იგივეს დასავლეთისთვის, ხო? ზუსტად იგივეს განსაკუთრებით არაბების დომინაციის პირობებში. ეხლა ციტხოვენ ახლა ესპანეთში ბატონი და დავით. დომინაციის პირობებში მართავდნენ ზუსტად ასე ესე მართავდნენ მსოფლიოს იმ ნაწილს, რომელიც მათ ეყოლათ. სხვა დროსაც სხვანაირად იყო. ჩვენ ისტორიას თუ გავიხსენებთ, ესე იყო, ხო, ყველაფერს აკეთებდა მუსულმანური სახელმწიფოები, აკროფეხი მოეკიდებინათ, ამიტომ ქრისტიანული სამთავრობოები და სამეფოები ერთმანეთზე უნდა ყოფილიყო გადაკიდებული. 18-19 საუკუნის სიტუაცია შეიცვალა. რევანში აიღეს უკვე ქრისტიანულმა სამყარომ და იგივეს უკეთებს ახლა წლების განმავლობაში აღმოსავლეთს. ეს კიდევ ერთხელ მეორე ისტორია მეორდება ხან როგორც ტრაგედია, ხან როგორც ფარსი. ჩვენ ახლა ვართ ფარსის
და ტრაგიკომედიის ესე ვთქვათ რეჟიმში ცხოვრობთ. როცა გარკვეულწილად იმდენად ზედაპირისდებს და პირისპირების მიზეზები და იმდენად ხელოვნური ეს დაპირისპირება, რომ გეღიმება ადამიანს, მაგრამ ამას ტრაგედია მოყვება. შენ გინდა გაიღიმე, გინდა არა, ტრაგედიაა საბოლოო ჯამში, რომ უამრავი ხალხი იყოფება, ქალაქები ნადგურდება, ქვეყნები უკანიხებს და ასე შემდეგ. ესე იგი პრაქტიკულად დასავლეთის ასეთი ტიპის ესე ვთქვათ ექსპლუატაციით, ასეთი ტიპის შევიწროებით აღმოსავლეთის, დასავლეთი იღებს საბოლოო ჯამში ტოლულების უზარმაზარ ნაკადს და პოლიტიკურ ისლამს, რომელიც არის დამღუპველი თვითონ დასავლეთისთვის. მოკლედ, სოფლიო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საკუთარი თავი თვითონ ამოწუროს. და ამ ფონზე სხვათა შორის ბევრად უფრო კომფორტულად გნობენ თავს ჩინელები და ბევრად უფრო მეტ წარმატებას აღწევენ. თორემ ისინი ასეთი ტიპის კონფლიქტებში არ ერთვებიან, როგორც სამხედრო ძალა. ისინი ერთვებიან როგორც სამხედრო პოლიტიკურ-ეკონომიკური ძალა. ძალიან კარგი ეფექტს აღწევენ, უკვე ამდენი მთელი აწლეულებია. მართალია, ეხლა დაიწყო ჩინეთის დაბლოკვაც, მაგრამ საბოლოო ჯამში აი ეს მუდმივი შემაკავებელი პოლიტიკა, მუდმივი ესე ვთქვათ შემაჩერებელი დამპრობლური, რა ვიცი, ეს არის სოფლიოს არსებობის ესე ვთქვათ ღერძი. და ბატონო, ჩინეთს ამ შემთხვევაში რა ზარალი ადგება და ირიბად რა დარტყმას იღებს ჩინეთი ახლო აღმოსავლეთში ყველას წინააღმდეგ სცენარის ამოქმედებით. ჩინეთისთვის თავარია გავრცელების ბაზრები. თავის მისი პროდუქციის გაყიდვის ბაზრები. ანუ აქ ლაპარაკეთ დასავლეთზე, თუ იქ არეულობა იქნა, იქ რას გააჩერებს? ხო, ამაში ეს საქმე და სატრანსპორტო კორიდორები. რომ მისი პროდუქცია იმდენად იაფი იყოს, რომ შეინარჩუნოს ის სალდო, რომელიც აქვს დასავლეთიდან ვაჭრობის ზოგადად. დაახლოებით ეს რამდენია ევროპასთან არის დაახლოებით 800 მილიარდი თუ 600, მოკლედ ტრილიონამდე აღწევს ევროპასთან და ამერიკასთანაც უზარმაზარია ეს ვაჭრობის სალდო. ეხლა ვერ შეინარჩუნებს თუ არ იქნება ეს პროდუქცია, თუ არ იქნება მისი პროდუქცია დაბალფასიანი. დაბალფასიანი უნდა იყოს იმ შემთხვევაში თუ იქნება შესაბამისად შეღავათიანი დერეფნები, სავაჭრო დერეფნები. თუ არ იქნება ეს ყველაფერი, მაშინ ფასი მოიმატებს, ხო? მაშინ ვიზრათ უნდა ჩინური პროდუქცია, თვითონ გააკეთებენ ამას ყველაფერს. და არც თავის სავაჭრო, კი არა, საწარმოო ობიექტებს გადაიტანენ ჩინეთის ტერიტორიაზე. მოკლედ, ყველაფერი დღეს მიმდინარეობს, ხო გეუბნებით კიდე ერთხელ, გავლენებისთვის ბრძოლა და გავლენები დგას შემდეგ, ესე ვთქვათ, შემდეგ ფუნდამენტზე ეს არის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, საწარმოო საშუალებები და ყველაფერი ეს ქმნის და ფინანსური საშუალებები. ყველაფერი ეს ქმნის შემდეგ უკვე პოლიტიკური გავლენის მყარ-ნიადაგს, მე როგორ სამხედრო გავლენის მყარ-ნიადაგს. სამხედროს მეთოდოლოგია პოლიტიკური გავლენის ნიადაგების პლატფორმის შესაქმნელად. მე მეჩვენება თუ ჩინეთი პასიურად არის და ისე აკვირდება მოვლენებს, თუ ეს უბრალოდ რაღაცები ხდება და არ ვრცელდება ინფორმაცია და მე არ ვიცი. პასიურად ჩინეთი არასოდეს არ იქნება. დღეს მით უმეტეს, იმიტომ რომ ისეთი სიჩქარეა გაკრეფილი. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული პრობლემები აქვს, მათ შორის ეკონომიკურიც. ჩინეთი აგზელებს თავის გეზს. ჩინეთში შეიქმნა ავტორიტარული სახელმწიფო ჩამოყალიბდა, დიქტატურულ ავტორიტარული ესეთი, რომელიც მას მერე რაც მოიშორა სინძიფინმა თავისი კონკურენტები და თვითონ გახდა ერთადერთი ლიდერი. დღეს ვითარება ასეთია, რომ ჩინეთს აქვს პრაქტიკულად ვიდრე ევროპა და დასავლეთ თუ რა ქვია, დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთმანეთს გავეშებული ებრძოდა და ევროპელები და დასავლეთი შიგნით ებრძოდა კიდე ერთმანეთს. ჩინეთმა ამასობაში მოახერხა მთელი მსოფლიოს დიდ ნაწილში, განსაკუთრებით აფრიკაში და ლათინურ ამერიკაში, სასარგებლო წიაღისეულის, იშვიათი წიაღისეულის დიდი მარაგების, ასე ვთქვათ, ხელში ჩაგდება. ხელშეკრულებების დონეზე, გადამუშავების დონეზე. აი ხა მაგალითად უცებ დანარჩენი მსოფლიოს თვალწინ აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს ყურადღების მიღმა იყო ეს. და უცებ აღმოჩნდა, რომ ეთიოპია არის ერთ-ერთი განვითარებული და წამყვანი ქვეყანა დღეს აფრიკაში. ძალიან დიდი პოტენციალი. იმიტომ რომ ეთიოპიამ სწორი გეზი აიღო თავის დროზე, როგორც ჩანს, სათავისოდ და ჩინეთის შემოთავაზებებს. დღეს ნახევრად კოლონიაა თითქმის ჩინეთის ეთიოპია, მაგრამ სამაგერო ძალიან განვითარებულია ეკონომიკურად და ბევრად უფრო წარმატებულია ვიდრე მისი მეზობლები.
ანუ ჩინეთის კოლონიური ის უფრო როდესაც კოლონიელი არის ჩინეთი უფრო ყველაზე ხელსაყრელი მდგომარეობა საქმე იმაშია რომ ჩინეთისთვის მთავარია გასაღების ბაზრები მეთქი ერთხელ და სამრეწველო საშუალებები დიაღისეული დღეს ჩინეთი არ იქცევა როგორც კოლონიზატორი იგივე მაგალითად ეთიოპიაში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში დღეს ჩინეთი როგორც იქცევა როგორც უფროსი ძმა აი ხა მაგალითად რუსეთის მაგალითი ავიღოთ მილიონი კვადრატული კილომეტრი დღეს არენდაშია გადაცემული ჩინეთისთვის რუსეთის ტერიტორია ერთი შეხედვით ომ არაფერი ხო გამუშავებენ ამ ტერიტორიას ალიას კაც ესე იყო გადაცემული ჯარით 100 წლით ხო მე მაგას ვამბობ რომ ამუშავებენ ამ წიაღისეულს და ნუ რაღაცა ხეთყეს მიაკაკ და რაღაცები მაგრამ როცა ეს გაიგარა რამოდენიმე წელმა 10 წელზე მეტმა მაშინ მიხვდნენ ესე იგი რუსები რომ ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ იმიტომ რომ ჩინელებმა გაპარსეს ეკაურობა აბარასი და კიდე ხა მეორეს გეტყვით რომ ჩინელები ისტერიულად სწრაფად ძალიან უბრალოდ არა ისტერიულად არამედ თანმიმდევრულად და ძალიან სწრაფად ყიდულობენ გაკოტრებულ რუსულ საწარმოებს ახლო აღმოსავლეთში და პრაქტიკულად ამ საწარმოების ათვისებას და ამუშავებას იწყებენ პრაქტიკულად ის 100%-ით მათია უკვე ამაშია საქმე და ესე იგი მთელი ახლო აღმოსავლეთის განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის სამხრეთი ნაწილი ანუ ჩინეთის მოსაზღვრე ტერიტორიები ქცეულია უკვე დიდ საწარმო ზონად რუსეთის ტერიტორიაზე არსებული რუსეთი ამაში რასაკვირველია იღებს გადასახადებს არა კონტროლი არის აბსოლუტურად გასული მისი ხელიდან შეიძლება ეგ ვიღაცა მუშაობდეს ადგილობრივი მოქალაქე მაგრამ ძირითადად ჩამოყავთ მაინც ანუ ბიუჯეტი იღებს ხოლმე გადასახადებს ბიუჯეტი იღებს გადასახადებს და ადგილობრივი ბიუჯეტები პრაქტიკულად ამითი არივსება იმათ მახოთ იყიდეს ის მიტკივატია ნუ რაღაცა კარგული თანხას იხდი მოკლედ როგორ არის ნელ-ნელა ხდება ექსპანსია ბატონო ძალიან დიდი ბოდიში რეკლამის გამო უნდა შევწოდოთ ცირაკის გადაცემა და რუსეთში ჩინური ექსპანსიის თან რეალური აქცენტები ბატალონ თათიძესთან და ნინო ხაჩიძესთან ერთად ჩვენ ეთერში ვბრუნდებით განმეორებით საუბარ ჩვენ სტუმართან მამუკა არეშიძესთან ბატონო ნელ-ნელა მიდის ექსპანსია რუსეთის ჩინეთის ხო აი მიდის ესე ამ ფორმით მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ კითხავთ ამისით რომ ეს კოლონიალური პოლიტიკის როგორი კოლონიზატორია ჩინეთი აი სხვანაირად აკეთებს ამას ყველაფერს ძირითადი აქცენტი კეთდება ეკონომიკაზე და რასაკვირველი ეკონომიკის მეშვეობით შენდება პოლიტიკური შენობა, რომელიც სამომავლოდ არის განსაზღვრული. თქვენ იცით, რომ ახლო აღმოსავლეთის დიდი ტერიტორია 19 საუკუნის შუა წლის გადაწყვეტილებით გადაეცა რუსეთს, ჩინეთი დღემდე თვლის, რომ ეს იყო კაბალური ხელშეკრულება, ეს იყო დამარცხებული ჩინეთის იძულება, რომ ამ შემთხვევაში 19 საუკუნე იყო და 18 აღარ მასწავს. ხო და აქედან გამომდინარე დღემდე ჩინური მედიაში ძალიან აქტუალურია ეს რომ ეს ტერიტორიიდან დავიბრუნო და იბრუნებენ ნელ-ნელა. ოღონდ იბრუნებენ არა სამხედრო გზით, არამედ ეკონომიკური გზით. მაგრამ თუ არ იქნა ეს გზები და თუ ახლო აღმოსავლეთში არეულობა დაიწყო და ყოველს წინააღმდეგ და ისეთივე სიტუაცია განვითარდა, რაც იყო მაგალითად ერაყის დროს, სირიაში ომის დროს. ყველაფერი გაკეთდება რომ ეგრე იყოს. ხო, დიახ. ამ შემთხვევაში ჩინეთი ხო დარჩება სახტად. და თავისთვის გასაკვირველია, ჩინეთი თავისას ცდილობს რომ და როგორც ცდილობს, აი მაგა გავიგერო ეკონომიკურად ცდილობს ზემოქმედებას და ეს გამოსდის და ეს უფრო ეფექტიანად გამოსდის, მაგრამ თუ ეს გზები ჩაუკეტეს და სწორედ აქეთკენ არის, არა ეს ყველაფერი მიმართული. მაშინ სხვა რა აქვს ჩინეთს არსენალში კიდევ რას უნდა ველოდოთ? რესურსი ჯერ კიდე არ დარჩენილი, თუნდაც შუა აზია და შავი ზღვის სამხრეთ კავკასია და სხვა ესე ოკეანე. რა უშლით სამხრეთ კავკასიის არეულში ხელს? განსაკუთრებით აზერბაიჯანის და სომხეთის ცოტა არასერიოზული აღტაცებული ქმედება. ცენტრალური აზიასთან დაკავშირებითაც უკვე ძალიან სერიოზული ნამუშევარი ახლა პრაქტიკულად დღევანდელი ყირგიზეთი უკვე ესე მთელი ცენტრალური აზია თურქმენეთზე თუ არ ვილაპარაკებთ, ყირგიზეთი უფრო რუსული გავლენის ქვეშ მოექცევა ნელ-ნელა. დანარჩენი სამი დიდი რესპუბლიკა უზბეკეთი, ტაჯიკეთი და განსაკუთრებით ყაზახეთი ეს არის დღეს სერიოზული დასავლეთის სერიოზული გავლენის ქვეშ, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება დასავლეთის სერიოზული გავლენის ქვეშ არის ყაზახეთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, მაგრამ მეორეს მხრივ მისი ტერიტორიის ნაწილი დღეს ჩინეთს ეკუთვნის. დაახლოებით 9 მილიონი კვადრატული კილომეტრი.
ხო და ნუ აი რა გითხრათ ახლა აი ხო ჩინეთს რა თუნდა ის ტერიტორია მას უნდა გზა ხო ეს ტერიტორიაზე არსებული წიაღისეულზე ლაპარაკი არა იქ როგორ ხდება იცი არ იქნება გზა მაშინ ამ წიაღისეულზე ვერაფერს ვერ მიიღებ დაახლოებით ეგრეა უნდა შემიწყო ხელი მე შეგიწყობ ხელს აი ხო როგორც უკრაინის შემთხვევაში უკრაინა არის 600,000 კვადრატული კილომეტრი 170,000 კვადრატული კილომეტრი არის Black Rock-ის განკარგულებაში მისი ტერიტორიის შავი უბრალოდ შავმიწანი ადაგებზე ლაპარაკი. უბრალოდ ეს არის სამი ამერიკული კომპანიის მფლობელობაში, რომელიც Black Rock-თან არის აფილირებული. ხო და ესე იგი დამეხმარები, მეც დაგეხმარები. არა და მე მაშინ დავბლოკავ ყველაფერს. ნუ აი როგორ გითხრათ, ესეთი ბინძური ვაჭრობაა, პოლიტიკური ვაჭრობაა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ევრაზიულ სივრცეში ძალიან აქტუალური. ხო და რაც ხდებოდა ადრე, იცი როგორ არის, ეს არის ადამიანის მოგონილი. დასავლეთი, ჯერ აღმოსავლეთი, მერე დასავლეთი ამას ყველაფერს იყენებდნენ საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ტერიტორიაზე. დასავლეთის მიერ არის აპრობირებული განსაკუთრებით აი ახლო აღმოსავლეთის ამ სივრცეში და აფრიკაში. მანამდე ამერიკაში, სამხრეთ ამერიკაში. ეხლა ეს ყველაფერი უბრუნდება უკან ბუმერანგივით რა. და ეხლა ერთმანეთთან მიდის ეს ასე ვთქვათ ამ ტიპის ბრძოლები. დასავლეთი აღმოსავლეთთან ცდილობს, აღმოსავლეთი დასავლეთთან იგივე საკეთებს, ნუ ჩინეთის სახით და ეხლა მიდის ბრძოლები გზებისთვის, კორიდორებისთვის, დერეფნებისთვის, სავაჭრო დერეფნებისთვის, ნუ მოკლედ ბევრი კომპონენტია, ძალიან ისეთი მრავალ ფაქტორიანი და მრავალ სახოვანია ეს ბრძოლა. და ჩვენ აქ ვართ ამასობაში. ხო, აქ არის ჩვენი მდგომარეობა არის ყველაზე საინტერესო, იმიტომ ნუ საინტერესო რა ხა საინტერესოს ვამბობ, თორე ისე ტრაგიკულია, იმიტომ რომ ჩვენ პროცესებზე გავლენას ვერ ვახდენთ და ამ დროს ეს პროცესები უშუალოდ ახდენს ჩვენზე გავლენას. გასაგუროა ჩვენ ვერ ვახდენთ გადამწყვეტ გავლენას, ჩვენ გვაქვს ეს ესე ვთქვათ ფორმულა აღებული, რომ ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან ადგილზე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ამიტომ ჩვენ არ ვერ დავიჩაგრებით. ჩვენ ხარზე გვიმაგრებს ჩვენი ისტორია, ფრაზა, ისეთი რომ ამ ხელა სახელმწიფოები განადგურდა ჩვენ გადავრჩით და ყველაფერ ამას ძალიან კარგად და გამართულად ვამბობთ ხოლმე სუფრასთან. სუფრასთან გადასარევად გამოგდეს თავის სიმღერით და ვიღაცა ხო და იმღეროს კიდეც. დასაკვირველი. მაგრამ ეხლა რა შეესაქმე ეს ყველაფერი ირონიულად, მაგრამ რო შეხედო მართლაც ესეა, რომ გარკვეულწილად გამართლებულია, იმიტომ რომ ყოველს თავის როლი აქვს ამ სამყაროში. ზოგი ისურის დაკვდება, ზოგი მღერის, რა ვიცი. ნუ ეხლა ღვთისმშობლის იმედად ესე ძირითადად ვაპყარებთ ამაზე. ან სხვათა შორის ეს არ არის ცუდი იმედი, ოღონდ უბათ უნდა შეესაბამებოდა იმედი იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი იმედი კი არა ხო სამყარო. უამრავი მაგალითი მოყვანა შემილია იგივე ქართული მოაზროვნეების, რომ ზოთა ხელი თქვენს გაანძრიეთო რა. ეს ღვთისმშობლის წილხვადრობაც ამას ნიშნავს, რომ შენ უნდა დაიმსახურო, ეს კი არა ეხლა შენ ესეთი მოკლედ მის ყვარადი ეხლა მე მაგალითად მიუხედავად იმისა, მომწონს თუ არ მომწონს აზერბაიჯანის ხელისუფლების ნაბიჯები გარკვეული, რომელსაც ის დგამს რეგიონალური პოლიტიკის თვალსაზრისით. აი გარკვეული დიპლომატიური სვლები, რომელიც მათ გააკეთეს ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან ეფექტური აღმოჩნდა თვითონ აზერბაიჯანისთვის და ხელი შეუშალა ზოგიერთ გეოპოლიტიკურ მსხვილ მოთამაშეს თავისი მიზნების მიღწევაში. ეხლა აი იგივე თურქეთს. შემაკავებელი ფაქტორი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ მოკავშირეები არიან. იგივე აი რა შეაკავა თურქეთი. აი მაგალითად ისრაელთან დაკავშირებულ ამბავში. ესე იგი თურქეთ ბაქომ აგზნობინა ძალიან მკვეთრად ანკარას, რომ ისრაელთან კონფლიქტის შემთხვევაში სირიის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის იმედი არ უნდა ქონოდა. ეს ძალიან სერიოზული გზავნილი იყო. თან ეს ყარაბაღის ყარაბაღის ახალი ომი უკვე მომხდარა იყო. როდესაც პრაქტიკულად ყარაბაღის კი არა, ესე იგი აზერბაიჯანის არმიას პრაქტიკულად თურქი ოფიცრები აკონტროლებდნენ და გენშტაბს და ყველაფერს. ისინი აწარმოებდნენ სამხედრო ოპერაციას. ხო და ამ ფონზე უცებ აგზნობინა, რომ ისრაელთან კონფლიქტის შემთხვევაში მის თუნდაც პროქსი ძალების დონეზე არ უნდა ქონოდა ანკარას ბაქოს იმედი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად არ ჩანდა. მე ამით იმის თქმა მინდა, რომ გარკვეული ინიციატივა, ახლა მაგალითად ქურთების საკითხიც გითხარით, ეს არა ერაყელი ქურთების და ეს დიპლომატიური ურთიერთობის საკონსულოების დონეზე გასაგურველი.
მოკლედ ინიციატივები ჩვენ შეგვიძლია რომ ინიციატივების პაკეტი შექმნა. ჩვენ შეგვიძლია რომ რაღაც უფრო აქტიურები ვიყო. ჩვენ შეგვიძლია რომ რაღაც ერთი პოზიცია გქონდეს ამ რეგიონულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მაგრამ მაგალითად აზერბაიჯანს აქვს რაღაცა გარკვეული ძალა, გარდა ამისა თურქეთს აქვს თავის რაღაცა გეგმები და სტრატეგიული ხედვები აზერბაიჯანისადმი და აზერბაიჯანს იმის თქმა მინდა რომ საფუძველი გააჩნია უთხრას თურქეთს რომ შენ თუ ამას გააკეთებ მე ამას გავაჩვენებ. ჩვენ რა საფუძველი გვაქვს რითაც შეიძლება ეს იქნება ჩვენი მოწინააღმდეგე თუ ეს იქნება ჩვენი მოკავშირე ჩვენი სიტყვით მათზე ზემოქმედება მოვახდინოთ. იცი როგორ ჩვენი სიტყვით მათზე ზემოქმედება მოვახდინოთ ასე არ არის. ჩვენ მოკავშირეები ისეთი არ აქვს როგორც აზერბაიჯანს ყავს. რასაკვირველი. ისინი ერთმანეთს ჭირდება, ისე არ არის რომ თურქეთი თავისი კეთილგანწყობის გამო ეხმარება აზერბაიჯანს. ისე არ არის. მოსწონს ილჰამი, ანუ ისწორ. არა, მაგის გამო არა. ხო და ჩვენ ვერ მოვახერხეთ ისეთი ეფექტური პოლიტიკის შექმნა ჯერჯერობით რეგიონალურ მოთამაშეებთან რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში ერთი ფრონტით გამოსვლის საშუალებას მოგცემდა. ის სომხეთს და აზერბაიჯანს გულისხმობს. ძალიან დიდი ძალისხმევა იდება იმაში, რომ სამმა ქვეყანამ ერთმანეთთან ვერ მოელაპარაკოს აი საკონძო საკითხებში. ეს ხდებოდა დასავლეთის მიერ, რუსეთის მიერ, სამხრეთის მიერ, ყველას მიერ. არა გამოდის ყველა მშვიდობის მტრედად 20 წელს რუსეთში ხელმოწერილი ხელშეკრულება სამშვიდობოს შემდეგ ტრამპთან ხელმოწერილი თეთრსახში მემორანდუმი შემდეგ ეს ტრამპის გზა ეს ყველაფერი ბლეფია? მაინც უნდა თუ წაკიდონ ეს ცხელი იყოს ეს დაპირისპირება. კი, სომხეთი აზერბაიჯანი. არა, ხომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ტრამპის დერეფნის ამუშავებას. მაგრამ რუსეთისთვის არ აქვს მნიშვნელობა ხო ამას, იმიტომ რუსეთი არ იქნება, რუსეთი ამბობს, რომ თუ მე მომიშვებთ, მეც ვიქნები. და ამუშავდება, თუ არ მომიშვებთ, მაშინ რაღაც შევქმნი ისეთ სიტუაციას, რომ არ ამუშავდეს. აი ნუ და აქვს ამის ძალა? სამხედრო თვალსაზრისით არა, რასაკვირველია, მაგრამ დივერსიული და ასე ვთქვათ, გავლენების თვალსაზრისით აქვს ახლა ყველა სამხედრო, რომელიც დღეს სომხეთში რაც თანამდებობაზე არ უნდა იყოს, დამთავრებულია უმაღლესი რუსეთში, სამხედრო სასწავლებელი. ეს არ არის ირანი, სადაც გაითვალისწინა თეირანმა ეს მდგომარეობა, რომ მის სამხედროებს უყოლას დასავლეთში ქონდა მიღებული განათლება, უყოლას ჩაანაცვლა სირია რა შეშია და ისლამის რევოლუციის გუშაქთა კორპუსის. ანუ აგენტურას მიუთითებთ, რომ ეს შეიძლება იყოს პოტენციალური აგენტურა სომეხის სამხედროები? არა, მოდი ესე ნოვიტყვით, ხეში სიტყვა ამ შემთხვევაში აგენტურა არა, გავლენის ჯგუფები. ანუ იგივეთი, ხო, კი ბატონო. იგივე არ არის, იმიტომ რომ ისინი სხვანაირად ფიქრობენ და სხვანაირად უყურებენ. ანუ მენტალურად იმთავითვე სხვანაირი ტიპები არიან და სხვანაირად აფასებენ სიტუაციას ამის თქმით. ისინი ფიქრობენ, რომ სომხეთის გადარჩენის გზა რუსეთზე გადის. აი ესე ფიქრობ, მიდგომა ესეთი, ეს არის სარკისიანის, კოჩარიანის, ტერპეტროსიანის მიდგომები. და რუსეთზე გადის, აი ეს აპრობირებული მეთოდია საუკუნეების განმავლობაში, ბოლო 3 საუკუნის განმავლობაში რუსეთმა გადაარჩინა სომხეთი არაერთხელ. იგი ნამდვილად ასე იყო. ასაკურვილი ასე იყო. ჩვენთანაც კი რუსეთის იმპერიამ ჩამოასახლა და შემდეგ ეს მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის აი მოკლედ არ მინდა შორწავოთ, მაგაზე მოკლედ ასეა თუ ისე ეს ასე იყო, მაგრამ მეორეს მხრივ ახასიათებს რუსეთს რომ აი ეს გადარჩენა რაღაცა ხალხების გარკვეულწილად, მაგრამ ეს თავის ინტერესებისგან გამომდინარე ხდებოდა ყოველთვის და შესაბამისად მე უკვე მეორე წუთში ამ ხალხების ინტერესების აბსოლუტური ნიველირება ხდებოდა. საქართველოს შემთხვევაში ასე მოხდა. რომ ობიექტურად რასაკვირველია, ბევრი რამ გააკეთა მაშინ მე-19 საუკუნის დასაწყისში რუსეთმა ამ ორი ხალხისთვის, მაგრამ მე დაიკიდა ფეხებზე აბსოლუტურად დიდი ბოდიშები. და რატომ უნდა დაიკიდებინა ფეხებზე, იმიტომ რომ უკაცრავად მეც ეს სიტყვა გამოვიყენე. მას თავის ინტერესი ჰქონდა, ჩვენი ინტერესი დაემთხვა და ყველა მოკავშირესთან ხო ასე არის და ყოველთვის ასეა და ეს არის ბევრ შემთხვევაში. კუბოს კარამდე ხო არ იქნება ხა ჩვენ. როგორ არის ბევრ შემთხვევაში მსხვილი მოთამაშეები მე ამაზე იტეხენ ფეხს. აი არასწორი ქმედებაზე. იმიტომ რომ იცი როგორ არის, რომ არსებობს მუდმივი ინტერესები მათ შორის პატარა ერებისა, რომელიც ყოველთვის უნდა გაუქმდეს. აი ჩვენთან მაგალითად საერთოდ არ იქნებოდა არანაირი პრობლემა რუსეთს. რასაკვირველია. სამხრეთ კავკასიაში რო არ ისქნა მაინდამაინც ჩექმით რო არ რასაკვირველია, ქართული ეკლესიას რო არ დაეწყო ტყუილები გაუთეებელი, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს სამთავროებისა და სახელმწიფოს მიმართ. ესე იგი, რო არ მოქცეულიყო ისე უხეშად როგორც მოიქცა. ეხლა ჩვენ ხო ძალიან კარგად ვიცით, რომ ჯერ კიდე საქართველოს
მიერთებამდე ტოტლებენის ქმედება რა შემდგომარეობდა არ დამალულა და 30 წლის განმავლობაში საქართველოს სალაპარაკო იყო 97-95 წლამდე რომ რა დავალება ქონდა სინამდვილეში ტოტლებს და მის ხო მოკლედ ეს მინდა ვთქვა რომ ეს ხილ მოთამაშეების არის ადამიანის თვისებაც აი რომ გაგივა რაღაცა და მე როგორ თახში აგივარდება ხო გამოთქმა ესეთი ადამიანის ესე იქცევა და სახელმწიფოს ესე იქცევა და ჭკვიანი და მოგებული ის რჩება ვინც სხვანაირად იქცევა არაორდინალურად ეგეთ სიტუაციაში ვინც ბოლომდე ანგარის გაუწევს ამა თუ უმცროსი ძმის იქნება თუ პატარა ერის ინტერესებს. პრინციპში დასავლეთი არ უწევს, რუსეთი არ უწევს, აი ჩინეთი რასიზმს დავაგვირდეთ, არა ეთიოპიის მაგალითზე. ჩინეთისთვის თავარი, ჩინეთის პოლიტიკა ამხრივ არის საინტერესო. ჩინეთისთვის აი ესეთი პოლიტიკური ამბიციები კონკრეტული ქვეყნების გადამწყვეტი არ არის. თავარი არის ამ ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალი მიქონდეს, ხო? იმიტომ რომ პოლიტიკური ამბიციები რას უნდა ის გააკეთოს? თავარი ეკონომიკური ვერკეტები ხელს შეიგდოს. ნუ მაშინ თუ არის ხოლმე რა ჩრდილოეთით რა კაია ის რო იყოს ოკეანეო, ალბათ კარგი იქნება და ჩინეთი ყოფილიყო ჩვენ გვერდით, მაგრამ არ არის რადგან ის ასე. არა, მეც მაგას ვერ იცოდი. ხო, კორექტულად იქცევა. ჯერ ესე წამოდის და მე უკვე ხო ხუმრობ რა თქონდა. ბატონო, ჩემ და სამწუხაროდ და ალბათ მაყურებლის და მსმენელის სამწუხაროდ გადაცემის დრო ამოიწურა და უნდა დავასრულო. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ ძალიან დიდი მადლობა მაყურებელსა და მსმენელს. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით და მუშაობთ თქვენთვის და ერთმანეთს შევხვდებით მომავალ 5 შაბათს ნახვამდის.